დილამშვიდობისა, ბევრს აინტერესებს როგორ ვუვლი ჩემს სახლის კაცს და თმას. აი სახლის კაცზე დილას ჩვეულებრივ დავიბანეთ, ირით საფოს არ ვისმე, უბრალოდ წყლით ვიბან, ნელთბილი წყლით და ვისმევ აი ამ შრატს. აი ძალიან მომწონს ეს შრატები, არ ვიცი, მეორე თუ მესამე დღე ვულობ, მაგრამ მე არ მიყვარს ერთი და იგივეს გაკეთება. სულ ვიცული შრატებს და კრემებს და აი კისერზე რო ვისმევ ხო, აი ახაც ვისმევ, ასაკი რაც მომემატა, თორემ მანამდე ხო კისერზეც არ ვისმევდი ხო, ყველგან აქედან აი ესე მთლიანად ვისმევ ამ შრატს. ხო, აი ესეთი რისი შრატია, აი სახელებს კი ვერ ვიმახსოვრებ. უბრალოდ ვიცი რომ კარგია, ლაროშეს რაღაცა შრატია. შემდეგ, როდესაც ეს ცოტა გვაშვება, მე ვისმევ კრემს. ნუ ეხლა ამჯერად მაქვს ეს კრემი. აი ესა. ეს ამერიკაში ვიყიდე, რეტინოლია, რეტინოლს შეიცავს. და შემდეგ რაც შეეხება ჩემს თმას, ჩვეულებრივად ვიბან, ჩვეულებრივი შამპუნებით, არაფერი განსაკუთრებული. ჩემი შვილი მეუბნება რომ რა არის ეს ელსევი და ამდენი ეს რაღაცა კომუნისტების დროინდელი შამპუნები, მაშინ 90-იანებში შემოვიდა, რატო ისმევ ამას და მე მეუბნები რომ არა, მე უთხარი კი ბატონო, მაყიდინე რამე ისეთი შამპუნი, მაყიდინე შამპუნი, რომელიც ხირდა სადღაც 70 თუ 80 ლარი. გავიკეთე, აი არ მახსოვს რომელი იყო უკვე, გადავაგდე. თუ ჩემ შულს მივეცი, მე ვხარი შენი ხარ, იმიტომ რომ გავიკეთე, აი საშილად ხონდა თმა, აი საშილად. ამის მერე ჩვეულებრივ ისე მიუბრუნდი ჩემ შამპუნებს 90-იანი წლებიდან და ნიღაბი მიყვარს Body Shop-ის ჩიას ნიღაბი თმის და როდესაც ჩიას ნიღაბს წავისვი, ნუ თვეში ორჯერ სამჯერ ვიკეთებ, ამას ყოველთვის არა. მერე ცოტა ისეც აი ეს რაღაცა ასეთია თმის და ამას აი ესე ბოლოებში ვიკეთებ თმაზე და კიდე გაშრობისას ვისხამ აი ამას დამცავს ჩემი თმის. აი ხა რო იცოდეთ არადამე რეკლამას არ ვაკეთებ, გაჩვენებ ბუნებრივად რას ხმარობ. და გაჩვენებრივად რასაც აჩვენებ, ყველაფერი არის რეკლამა. ეს არ არის რეკლამა. მოკლედ. რეკლამაც კარგია, ხა ვინმე თუ შემონთავაზებს, მაგრამ მე ძირითადად რეკლამებს არ ვაკეთებ, იშვიათად თუ რამე პროდუქტი მომწონს და ის ახლოსაა ჩემ კონტენტთან, ჩემს ესე ვთქვა ცხოვრების სტილთან, ჩემს ღირებულებებთან და ასე შემდეგ, ასე რომ შემიძლია გავაკეთო. ეხლა თმა მაინც მე მაგას ვერ დავივარცხნი, ისე როგორც საჭიროა, ამიტომ დღეს წავალ ისე სიმბოლში მაგასთან დავივარცხნე, დღეს მაქვს თავისუფალი დღე. აი ესეა ხოლმე, აი ძალიან გადავიხლებე ხოლმე ეს 4 დღე ძალიან ბევრ პაციენტებს ხვებულობ მე და ნინო, ამიტომ ერთი დღე წუხელ ღამე ჩამოვედი, ერთი დღე ვისვენებ, წესრიგში მომყავს ჩემი თავი და ხვალ გამოვცხადდები და ვიქნები დღეს განკარგულებაში.